ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება. ამის შესახებ ევროსკოპთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი ესაუბრობს. ის ეხმიანება ივანიშვილის პარტიის ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომ თითქოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, საქართველოს მოქალაქეებმა კი უპირატესობა სწორედ ეროვნულ ინტერესებს უნდა მიანიჭონ. რას ამბობს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ვრცლად სალომე ლაბაძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. რასა იუკნევიჩიანი ქართული ოცნების მცდელობას, რომ როგორმე ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა პარტნიორების პასუხისმგებლობად გამოაცხადოს, მარტივი განმარტებით პასუხობს. ის ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმები საერთოა ყველა ქვეყნისთვის, რომ საქართველო ამ ნიშნით არ არის გამონაკლისი. კრიტერიუმებს შორის კი არის ადამიანის უფლებების დარღვევაც, რა ნიშნითაც ივანიშვილის რეჟიმი ბოლო პერიოდში იმდენად გამოირჩა, რომ მისი წარმომადგენლები სწორედ ამის გამო სანქცირდებიან დასავლელი პარტნიორების მიერ. მეტიც ამ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიანი ამბობს იმასაც, რომ მისი ხედვით სწორედ ივანიშვილის რეჟიმია დაინტერესებული ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მდგომარეობის გაუქმებით და მოქმედებს იმგვარად, რომ ევროკავშირს სხვა გზას გარდა იმისა, რომ მან მიიღოს ქართველი ხალხისთვის მტკივნეული ეს გადაწყვეტილება არ უტოვებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რასა იუკნევიჩიანი ამ პოზიციით ევროპარლამენტში გამონაკლისი არ არის საქართველოს შესახებ, აქ უკვე მომზადებულია ანგარიში, რომელშიც არის მოწოდება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მისამართით იმის შესახებ, რომ მათ გადახედონ საქართველოსთვის უვიზო სტატუსის შენარჩუნების საკითხს. იუკნევიჩიანი ამ ინტერვიუში ამბობს, რომ მას უკვე აქვს კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებთან და როგორც ამ კომუნიკაციით ადგენს, მათი უმრავლესობა ამ მოწოდების მომხრეა, რაც მაღალი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში ჯერ საგარეო საქმეთა კომიტეტზე, რამდენიმე თვეში კი ივლისში უკვე პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტი ამ დოკუმენტს და შესაბამის მოწოდებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სტატუსის შენარჩუნების შესახებ მხარს დაუჭერს. This is not like EU is blackmailing. ეს არ არის ისე, თითქოს ევროკავშირი აშანტაჟებს ვინმეს. არამედ ქართული ოცნება აშანტაჟებს ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმით და იმის თქმით, რომ ევროკავშირია პასუხისმგებელი ამ საკითხზე. სინამდვილეში ევროკავშირი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირ პირობებს აწესებს. არ არსებობს სპეციალური კრიტერიუმები ქართველებისთვის, ბელარუსებისთვის, რუსებისთვის ან ბალკანეთის ქვეყნებისთვის. არა, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმები არის მკაფიო. დევ დოკუმენტებში მოთხოვნები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ასე რომ თუ ეს კრიტერიუმები განსაკუთრებით ადამიანის უფლებები ირღვევა სასტიკად, ისე როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს საქართველოში, შეუძლებელია ასეთ ქვეყანას ჰქონდეს უვიზო რეჟიმი. ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. თუ ევროკავშირს მოუწევს უვიზო რეჟიმის შეჩერება, სრული პასუხისმგებლობა მათზე იქნება. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს, რადგან ისინი გვაშანტაჟებენ და ცდილობენ ევროკავშირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ. ევროსკოპთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიანემ გამოსავალზეც ისაუბრა, ის ერთადერთ შესაძლებლობა საქართველოში გადარჩეს დემოკრატია და ამ გზით ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მდგომარეობას შენარჩუნდეს ასახელებს ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ასეთი კი მისი განმარტებით არ ჩატარებულა 26 ოქტომბერს, რის გამოც ოცნების რეჟიმი არის მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში და ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის ლეგიტიმურობას დასავლელი პარტნიორების უმეტესი ნაწილი არ აღიარებს. The only way we mentioned this in few resolutions. ერთადერთი გზა, რომელიც ვახსენეთ ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, რომელიც ადმინისტრირებული უნდა იყოს ნეიტრალური მხარის ან ინსტიტუციის მიერ და არა ისე, როგორც იყო წარსულში, როდესაც ქართული ოცნება იყენებდა არჩევნებს ბერკეტად ხელისუფლებაში დასარჩენად, არჩევნების გასაყალბებლად და იმისთვის, რომ ხალხისთვის მოეპარა არჩევნები. არჩევნები გააყალბეს, არჩევნები მოიპარეს. ის არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი, ასე რომ ჩვენ ამ მთავრობას არ ვაღიარებთ და ერთადერთი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დღეს ვხედავთ, რომ ხალხზე მანიპულაცია განახორციელეს არჩევნებამდე. ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნიღბები მოიხსნეს და განაცხადეს, რომ ევროპულ ინტეგრაციას შეწყვეტდნენ. ეს სრულიად ახალი გარემოებაა იმ ხალხისთვის, ვინც განსხვავებულ მომავალს ელოდა საქართველოსთვის. ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა. თუ ეთანხმებიან იმას, რაც 28 ნოემბერს განაცხადეს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ვერავინ შეცვლის საზოგადოების განწყობას, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. So that will be Georgian decision. ქართული ოცნება კი პროპაგანდის უმტკიცებას არ ცვლის, ისევ ამბობს, რომ ის რაც ცხადად მის პასუხისმგებლობად იკვეთება, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის სავარაუდო დაკარგვა არის არა მისი, არამედ დასავლელი პარტნიორების პასუხისმგებლობა. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა დღეს კახა კალაძემ, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი. ამბობს, რომ გაზულქებული ევროპელი ბიუროკრატების პასუხისმგებლობა იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის და იქ თავისუფლად
თავად გადაადგილების შესაძლებლობა. ქართული ოცნების საპასუხოდ კი ოპოზიცია განმარტავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი იმით, რომ ახლა ცდილობს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას, ასრულებს კრემლის ფინალურ დავალებას და რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელი უნდა დარჩეს ის თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის დაკარგვაზე. ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც თავისი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და ძალადობრივი პოლიტიკით პარტნიორებს სხვაგვარი მოქმედების შესაძლებლობას აღარ უტოვებს. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ გაზლუკებულ ზოგიერთ ბიუროკრატს, რომელიც შანტაჟის ენით ელაპარაკება ქართულ ხალხს, შანტაჟის ენით ელაპარაკება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. გინდ ევროინტეგრაციის პროცესით გვაშანტაჟონ, გინდ პირადად გვაშანტაჟონ, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ეს კარგად უნდა გაიგოს იმ ზოგიერთმა გაზლუკებულმა, ევროპულმა კორუმპირებულმა ევროპელმა ბიუროკრატმა. ეს უნდა გაითავისონ თავიდან ფეხებამდე ძალიან კარგად. ეხლა ბევრი ჩვენ ასეთი რეზოლუციები გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს, ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა არ გახსნა, ახლა ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება. სამწუხაროდ ძალიან რეალურია ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე და ეს არის ის საფრთხე, რომელიც მოიტანა ივანიშვილის რუსულმა მმართველობამ, რომელიც ებრძვის საქართველოს ისტორიულ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სანდო ინფორმაცია დადასტურდა მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ამ ანგარიშით, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ეს საფრთხე ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეგვიძლია მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების მოშორებით. როგორც ჩანს, რუსეთის დავალება ახლა ქართული ოცნებისთვის არის, რომ ქართველებმა დაკარგონ უვიზოთ მოგზაურობის შანსი ევროპაში. თვითონ რუსეთი დიდხანს ცდილობდა, რომ მოეპოვებინა ეს შანსი და რა თქმა უნდა, რომ მათ არ გაუვიდათ. და ეხლა რუსების დავალებით ქართული ოცნება პირდაპირ აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გაგვიუქვან უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა ნათქვამი ევროპარლამენტის განცხადებაში, ეს იქნა ნათქვამი არაერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ და მე მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ ივანიშვილს და მის რეჟიმს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა თუ ქართველები დაკარგავენ უვიზოთ მოგზაურობის შანსს ევროპაში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების ან უკეთეს შემთხვევაში შეჩერების შესაძლებლობით, რომ სწორედ ქართული ოცნებაა დაინტერესებული და ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის დაკარგვის საფრთხეს, რომ სწორედ ივანიშვილის რეჟიმისგან მომდინარეობს, ამის შესახებ უკვე არსებობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადება. მისგან ეს განცხადება მოვისმინეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი ტვიტიც გამოაქვეყნა. დღეს კი ყურადღებას იქცევს ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფოტო, მან ფოტო გაავრცელა იმ შეხვედრიდან, რომელიც როგორც ირკვევა კარ ხარცელთან გამართა. ჩვენ არ ვიცით დეტალურად რის შესახებ ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან, თუმცა იმის ალბათობა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ან გაუქმების საფრთხე მაღალია.